აერობული ტიპის ვარჯიშები, ხო, კარდიოვასკულარული სისტემისთვის არის პირველ რიგში გულისთვის, ფილტვებისთვის და რა თქმა უნდა, როცა წონაში ადამიანი იმატებს და ხარ კალორიულ პროფიციტში, ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა მეტს ნახშირწყალსაც ჭამ, ცოტა მეტს ცხიმსაც ჭამ, ცოტა მეტ ცილებსაც ჭამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ცხიმის პროცენტულობაც მატულობს, მასთან ერთად მატულობს ქოლესტერინის რაოდენობაც. მაგრამ აქაც ორი რადიკალური ისეთი ჯგუფებაა, ხო ხდები, ერთი რომლებიც საერთოდ უარს იძახიან კარდიოზე, იმიტომ რომ თუნდაც იმით დაკლებული 1-2 გრამი სასტორზე შემდგომერი ამ ხაზოგადოებისთვის განგაშია და უბრალოდ ცხიმის მომატება რად გვინდა, უბრალოდ აი ესე დავფიქრდეთ. რა აზრი აქვს მოიმატო 10 კილო თუ იქიდან 9 კილო ცხიმია. ხო? ანუ ეს თქვათ ეს ამ შემთხვევაში ჩვენ აერობულ დატვირთვას ვიყენებთ ერთგვარი როგორც ფილტრი. და აქაც რა თქმა უნდა დატვირთვა მაგიტო ვიძახი ხო ვარჯიშის შემდეგ 20 წუთი რომ ადამიანმა სარბენბილი გზე უბრალოდ პატარა აღმართზე დააყენო და ესეთი ოდნავ ჩქარი ტემპით ასე ვთქვათ 3-დან 4 ნახევრამდე ტემპით იარო, ხო? ვერანაირად ვერ იმოქმედებს ის როგორც ნეგატივი კუნთოვანი პროგრესირებისთვის.